მეგობრებო, ესეც გაშლა უნდა გაგიკეთოთ. ახლა თქვენი თხოვნებიდან იყო ესეც ერთ-ერთი ინტერნეტ ნაცნობობა. განვითარდება თუ არა ინტერნეტს იქით, ინტერნეტს მიღმა თქვენი ურთიერთობა რამე საინტერესოში გადავა თუ არა ეს ნაცნობობა, ეს მიწერ-მოწერა, ეს ახალი საუკუნის ნაცნობობის ესე ვთქვათ ერთ-ერთი ტენდენცია ინტერნეტით გაცნობა და ბევრისთვის დაოჯახებაც კი. თუ დაემთხვევა ეს გაშლა უყურეთ, იდენტიფიკაციას დააკვირდით, თუ არ დაემთხვევა, გადმოდით ჩემგორზე და არჩიეთ თქვენთვის სასურველი გაშლები. თუ ეს თემატიკა საინტერესოა თქვენთვის, უყურეთ ბოლომდე ყველა ვარიანტში, ლაიკები არ დაგეზაროთ. თანადგომა გამოხატეთ ამითი და ენერგოცვლა ჩემთან მიმართებაში. მე თქვენთვის დროს და ენერგიას ვდებ, თქვენ როგორც მინიმუმ ლაიკი, კომენტარი, მადლობა ყველას ჩადებული ენერგიისთვის. იმისთვის რომ მიხვდეთ რამდენად ეს გაშლა თქვენია, მე ხარ თქვენ გავიგოთ. და თუ შეატყობთ რომ თქვენია ეს გაშლა, ყველა ვარიანტში უყურეთ ბოლომდე და მოწონებები არ დაგეზაროთ. ვინ ხართ თქვენ? თქვენ ხართ, ესე იგი, სულ ჟეზლები ამოდის. ჟეზლის სამიან ჟეზლი ამოდის, რაღაც მოლოდინის რეჟიმში ხართ და ცეცხლით დგეხართ და გახურებთ, როდის გექნებათ საშუალება, რომ აი ამ მდინარეში გაცუროთ თქვენი სერფინგიანად. ასევე პრინცესა დედოფალი ჟეზლის ამოდის, შეიძლება ცეცხლის სტიქიას წარმოადგენდეთ. ცეცხლის სტიქია არის ვერძი, ლომი და მშვილდოსანი, როგორც იცით, მაგრამ ყველასთვის საერთო გაშლაში არ იქნება ცეცხლის სტიქია, უბრალოდ ძალიან ცეცხლოვანი ხართ. ამ ჟეზლებიდან გამომდინარე, ისედაც ხართ ცეცხლის სტიქია თუ არ ხართ, ძალიან ცეცხლოვანი ქალბატონი ბრძანდებით. ქალბატონი მამაკაცი გაშლა ორივე დღესთვის არის, მოირგეთ თქვენ თავზე. ძალიან მხიარული ხართ ერთგვარად. გიყვართ გართობა, შეიძლება ნაწილისთვის იყოს, რომ რაღაც დასარტყამ ინსტრუმენტებზე შეგიძლიათ ჰობია, ზოგისთვის პროფესია, ესეთი რა ქვია, დოლი არ ქვია, მაგრამ რაღაც ტამტამივით ინსტრუმენტია, სადაც ერთგვარად თქვენ ხასიათს ისწორებთ, ასე ვთქვათ. როგორც მინიმუმ თქვენთვის სასიამოვნოა ეს პროფესია თუ არ არის მუსიკოსობა და რაღაცა დასარტყამ ინსტრუმენტებზე პროფესიულ მდგომარეობაში თუ არ ხართ, თქვენთვის ერთგვარი გართობის სისტემა. შეიძლება უბრალოდ ნაწილს უბრალოდ დარტყმაც გიყვართ ხოლმე და წაღიღინება და ასეთი მხიარული ცეცხლოვანი ენერგიები მოდის აშკარად თქვენგან. ძალიან გიყვართ ხალისი, იუმორი, ძალიან გიყვართ ადამიანების კარგ განწყობაზე დაყენება და მაქსიმალურად ძალიან მხიარული და ენერგიული ტემპერამენტის ადამიანი ბრძანდებით, ვინც უყურებთ ახლა ამ გაშლას, ყველა ვარიანტში ძალიან მომხიბლელი, შეიძლება ვარცხნილობის დონეზე შემიძლია გითხრათ, რომ გრძელი, მუქი, წაბლისფერი, მუქი მოშაოში გარდამავალი შეიძლება ზოგიერთისთვის შავიც კი თმა გაქვთ, მაგრამ არ არის გამორიცხული ალაგ-ალაგ რაღაც მელირებასავითაც გქონდეს თქვენ თმას ასეთი ადამიანებიც. ყველასთვის არ არის ასაკურველი, მაგრამ უმეტესობას დეტალებს ჩამოთვლი. გიყვართ ასევე ფრჩხილების მოვლა, სამაჯურები, ძალიან ისეთი ჯინჯილები შეიძლება, რაღაცნაირად აი თანამედროვე სტილისტიკის ჩაცმულობა, ძალიან განსაკუთრებული ცეცხლოვანი, ესე ვთქვათ, ფორმები ჩაცმულობაში გამოხატულება, ასე ვთქვათ, თქვენი ენერგიულობის, თქვენი ცეცხლის, ხასიათის ერთგვარი შტრიხიც არის თქვენი ჩაცმულობა და სტილისტიკა თვალში პირდაპირ ხვდება ადამიანს. ძალიან სტაბილური ხართ, როგორც გითხარით, სტაბილური აი ამ ხასიათში, სტაბილურად მხიარული და ისეთი ადამიანის შთაბეჭდილებას სტოვებთ გარემოცვაში, სოციუმში და საერთოდ ყველგან რომ გიყვართ გართობები, შეიძლება ზოგიერთი ახლა პიკნიკზეც იმყოფებით და მეგობრების წრეში გართობის რეჟიმშიც ხართ, არ ვიცი, კარავიც არის, ცეკვა თამაშია, რაღაცა დღესასწაულია, ყველა ვარიანტში რაღაც დღესასწაულის გართობის დასვენების რეჟიმში. ან ხართ, ან ამ დღე-დღეზე, ასე ვთქვათ, მოლოდინის რეჟიმში ხართ, რომ აი ესე სამეგობრო წრეში სადღაც უნდა წახვიდეთ და ისვენოთ ქალაქ შიგნით იქნება, ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ, უკვე ეს ყველას თქვენი გაქვთ საერთო გაშლაში, მაგრამ ძალიან ცეცხლოვანი ენერგიები მოდის თქვენგან. თუ ატყობთ, რომ თქვენია ეს გაშლა, ვნახოთ მაშინ თქვენი ინტერნეტ რომანი, ასე ვთქვათ,
გადაიზრდება თუ არა უახლოესი 1-2 თვის ვადებში პლუს მინუს საშუალო ვარიანტი 2 თვის ვადები იყოს, აი ეს შემოდგომამდე თუ გაშლას მერე უყურებთ, მოქმედებს მაშინ როცა უყურებთ ჩემი გაშლები, თარიღი აწერია თუ არ აწერია და იქნება უახლოესი 2 თვის ვადები მაშინ თუ ზაფხულის შემდეგ ნახავთ აი ამ გაშლას. თუ ატყობთ რომ თქვენია, წავედით, მაშინ გავიგოთ ჯერ ეხლა რა ხდება თქვენ ურთიერთობაში 10-იან თასიობა. აი მე ძალიან ესე იგი ემოციურად ავსებთ ერთმანეთისთვის წარმოადგენთ რაღაცნაირად, არ ვიცი, შეიძლება შორმანძილზე, მაგრამ თითქოს ერთი ოჯახის წევრები ხართ, ერთი ემოციური ფონი გარტყიათ გარს, ასე ვთქვათ, ერთნაირად იმუხტებით ერთმანეთით, ერთნაირად კმაყოფილი ხართ და გავსებთ ეს მიწერ-მოწერა. კარგი, მაშინ თუ ესეთი კმაყოფილი ხართ ორივე, რა შანსებია უახლოესი 2 თვის განმავლობაში, როგორც გითხარით, თქვენი ურთიერთობა გადავიდეს რამე საინტერესო სხვა ეტაპზე. რა შანსებია, რა მოხდება უახლოესი ესე იგი, ეს ვინ არის? თქვენი პარტნიორი მინდა გითხრათ ცოტა არ იყოს რესურსის ნაკლებობაში ახლა კალოდისცირში აჩვენებენ მოწყენილია რაღაცნაირად რაღაცაზე დარდობს ყოველ შემთხვევაში ნაწილისთვის იქნება რომ შეიძლება ფინანსების სიდუხჭირი აქვს ასე ვთქვათ თლათ ისე ვერ არის როგორც მას უნდა ახლა ამ მომენტისთვის რომ იყოს ეს არის ერთგვარი ღარიბი ღატაკი ადამიანის კარტი შეიძლება ღატაკი არ არის და ცუდად არ გამიგოთ, უბრალოდ ფინანსებში სიდუხჭირი აქვს, ერთგვარი რაღაცა გაჭედილ მდგომარეობაშია და ამასთან დაკავშირებით მოწყენილობა აქვს, ხედავთ, მაგრამ ეს კარები რომ გააღოს ფინანსური გასაღები აი აქვე კარებთან უდევს. მიყუდებული თარამხელა გასაღებია ულამაზესი. მთავარია რომ თავი აწიოს, მოიხედოს და აი ამ გასაღებს ეგრევე იპოვოს და კარებსაც გააღებს. ანუ მისი სიტუაცია არ არის ისეთი დამთრგუნველი და შეზღუდული და რაღაცა ჩიხში ასე ვთქვათ, რომ იყოს შეუძლებელი აი ამ ფინანსური კრიზისიდან გამოსვლა, მაგრამ თავად ვერ ხედავს, ვინაიდან ჩაღუნულია და ცოტა დეპრესიაშია მიმართული, აი ამ გამოსავალს ვერ ხედავს, ვერც ამ გასაღებს ვერ ხედავს, თავარია თვალები. ესე იგი აწიოს, თავი აწიოს, თვალები მოიხედოს და ყველაფერი აბსოლუტურად გამოუვა ფინანსურ სიდუხჭირესთან დაკავშირებით, რაც არის უახლოესი 2 თვის განმავლობაში, რასაც აჩვენებს კარტი. ასევე შეიძლება რესურსის ნაკლებობაში იყოს თქვენი პარტნიორი, ვისაც ახლა გაშლას ვაკეთებთ, შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები გქონდეს, 5-იან პენტაკლით არ არის გამორიცხული ეს სიტუაციაც, საერთო გაშლა და ყველა სიტუაციას განვიხილავ, რომ მიხვდეთ. რესურსის ნაკლებობა შეიძლება იყოს როგორც ფიზიკურ დონეზე, რომ აი ძალა არ მაქვს, ხასიათი არ მაქვს, არაფერი არ მიხარია, რაღაცნაირად დათრგუნულ და დეპრესიულ მდგომარეობაში ვარ, ასევე შეიძლება იყოს თქვენი მონატრებით გამოწვეული ეს სიტუაცია, რომ შეიძლება დისტანციურ მდგომარეობაში ხართ, მხოლოდ ინტერნეტით გაქვთ შეხებები და აი აქედან გამომდინარე მოწყენილობაც არის მისთვის ერთგვარი რომ აი ახლოს ვერ არის შეიძლება ტერიტორიული სიშორე გაკავშირებთ და ეს არის კონკრეტულად ის ფაქტი რომ ახლოს ვერ მოდის და ვერ გნახულობთ და ამასთან დაკავშირებით იწყენს ყველას თქვენი გაქვთ მოკლედ რესურსის ნაკლებობა ეს შეიძლება იყოს თქვენი მონატრებიდან გამოწვეული და იქიდან რომ უნდა რომ ახლოს იყოს და არ გამოსდის ჯერჯერობით ტერიტორიული სიშორეა ზოგიერთისთვის კიდევ ვიმეორებ ფინანსური კრიზისი ზოგიერთისთვის ჯანმრთელობის რაღაცნაირი მდგომარეობა, სადაც ძალა არ აქვს და რესურსის ნაკლებობაშია და არ ეს სიყვარულება, ასეც იქნება ნაწილისთვის საერთო გაშლაში. თუმცა, უახლოესი 2 თვის განმავლობაში შემიძლია გაგახაროთ ეს კარტები უნდა გაჩვენოთ ყველა ვარიანტში. ანგელოზი, მე 14 მაღალი არკანი ამოდის. ანგელოზი თქვენ მხარეზეა, თქვენი წყვილის მხარეზეა, მინდა გითხრათ და გამშვიდოთ. ემოციური ბალანსი გექნებათ ამ ურთიერთობაში. ეს იქნება მიწერ-მოწერა, სწრაფი, ისევ ინტერნეტ რეჟიმში, რომელიც გაგრძელდება ამავე რეჟიმში და გადავა შეიძლება უფრო ძლიერ ემოციურ ფონში, რომელიც აგავსებთ როგორც თქვენ, ასევე მას. ეს არის ორიან თასი, სიყვარულით სავსე ურთიერთობა, მიწერ-მოწერა სწრაფი, ესე ვთქვათ, გაცვლა ენერგიის ერთმანეთის მიმართ, ინფორმაციის, რაც დაგაყენებს ძალიან კარგ ხასიათზე, მე-9-აზე, მიიღეთ. კარგი გაშლაა ძალიან, მიიღეთ.